განსხვავებულად ვიწყებთ ჩვენს გადაცემას. ამის მიზეზი არის ელენე ხოშტარია. ახლა თქვენ ნახავთ ინტერვიუს, რომელიც ჩაიწერა შიმშილობის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე. 7 პოლიტიკოსი 6 კვირაში. რეჟიმი აგონიაშია, ჩვენ ვიგებთ, ჯერ ეს სტადი არ არის. არ გავხდით ბელორუსი. რეჟიმი არ არის კარგად. მათ შვილები უჯანყდებიან, მათ ბიზნესის პრობლემები შექმნილია. ვართ ბევრად მეტნი. ვინ არის ანზარკოა, ვინ არის? შენ როგორც იცი მანანასთან პეტერეზე რქოა, მამუკა დაჭერამდე ალბათ 9 საათით ადრე ვნახე. აქ შეგვეშალდა ამაზე გულწრფელად უნდა ვილაპარაკოთ. ერთიანობის გარეშე გამორიცხულია. გახარია ახსენე შენ და შენ ჩამახვიდოდი საქართველოში? როცა ისცემის მე მას მივწერე. გიპასუხა? კი, კარგად მიპასუხა. გინდა რომ დაგაკავონ? გონიათ რომ მე ცუდი სიტყვების თქმამ სიამოვნებს, როცა ჩავთვლი საჭიროა რომ ნაგვის მანქანაზე აღდომა უფრო საჭირო არის, ავხტები ძალიან ბევრჯერ. რატო წერენ შენზე ამას? არასწორი მგონია ეხლა ლაპარაკი იმაზე, ჩემზე ხალხი რას ფიქრობს. ცუდი რაღაცებიც გითხრა, ეგ უფრო გირჩევნია. გადაცემებში არ ლაპარაკობენ, მაგრამ ყველა ადამიანს დღეს ემოციურად უჭერს. შენ ხარ დამარცხებული თუ პროპაგანდა გმართავს. დღეს პროპაგანდა არის 9 აპრილის რუსული ტანკის მასშტაბის დამნაშავე. ფეხით ვერ მოხვდა სინამდვილეში. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ვიკასთან ფილტრის გარეშე. თქვენ უყურებთ YouTube არხს მისმინე. დღეს განსხვავებულად ვიწყებთ ჩვენს გადაცემას. ამის მიზეზი არის ელენე ხოშტარია, რომელიც შიმშილობს უკვე მეორე დღეა რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ჩავწერეთ ელენესთან ინტერვიუ რამოდენიმე დღის წინ. ამ ინტერვიუს დროს ის არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ აპირებდა შიმშილობის დაწყებას. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქ მოსვლა, მისთვის დაგვესვა კითხვები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გვაინტერესებდა ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ გადის ამ პროცესს, მას აქვს შიმშილობის გამოცდილება, თუმცა ერთი რაც მე შევატყვე აქ, ახლა ამჯერად ბევრად უფრო რთულ პროცესს გადის ის, ვიდრე წინა შიმშილობის დროს. დღეს მეორე დღეა შიმშილობის და მას აღენიშნება წნევის ცვლილებები. ჩვენ აქ მოვედით, რომ გვეკითხა რა იყო მისი გადაწყვეტილების მიზეზები, რისი მიღწევა სურს მას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ელენესთან გასაუბრება, როგორც უკვე გითხარით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა ახლა საშუალებას, რომ მასთან ინტერვიუ ჩავწეროთ. თუმცა ახლა ელენე კარგად არის. აქ იყო რამოდენიმე წუთის წინ სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა ელენეს მე მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ ყველას გვჭირდება ჯანმრთელი და ძლიერი ელენე ხოშტარია ამ ბრძოლაში. მოკლედ, ახლა თქვენ ნახავთ ინტერვიუს, რომელიც ჩაიწერა რამოდენიმე დღის წინ შიმშილობის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მისმინეს YouTube არხს და გადაცემას ვიკასთან ფილტრის გარეშე. დღეს უნიკალური სტუმარი გვყავს, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც ერთადერთია, რომელიც რჩება თავისუფალი პრაქტიკულად და როგორია პოლიტიკური ლიდერის საქმიანობა, როცა ყველა არის იზოლაციაში, როცა ყველა არის დაპატიმრებული, რას ფიქრობს ის, რას გრძნობს, როგორ აპირებს გადარჩენას და დარჩენას პოლიტიკურ პროცესში, როცა პოლიტიკა ყველა მიმართულებით თითქოს იხურება. ყოველ შემთხვევაში ასეთი განცდა გრჩება ყველას ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შემხედვარეს. ელენე ხოშტარია არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. ელენე, მადლობა, რომ აქ ხარ, მადლობა, რომ სტუმრობ ჩვენს გადაცემას და ფაქტობრივად მარტო ხარ შენ, მარტო დარჩი და რა შეისწავლა შენ დღის წესრიგში, ეს არის ძალიან საინტერესო, როცა ყველა პოლიტიკური პარტნიორი არის დაკავებული, როგორი არის შენი დღის წესრიგი? ნუ ერთი მარტო არა ვარ. დავიწყოთ მაქედან. მაგრამ ხო, მესმის მე თვითონაც ვხუმრობდი Facebook-ზე, რომ მარტო დავჭი და გავერთიანდე ჩემ თავთან თქო. და მესმის რა კონტექსტშიც მეკითხები. რამდენიმე გზნობა არის. პირველი გზნობა არის ის, რომ რა თქმა უნდა, როცა შენი მეგობრები, თანამებრძოლები არიან ციხეში, შენ ბევრად მეტი მოგეთხოვება. და არანაირი რაღაცა ემოციური იმის დრო არ არის და უნდა იმოქმედო. მეორე გზნობა უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ხო ვიცით რატო იჭერენ ამ ხალხს, რომ ჩვენ გაგვიჩინონ განცდა, რომ არაფერს აზრი არ აქვს. მართლა ამიტომ იჭერენ, რომ აი ეს პანიკა ატყდეს, რომ აი კაცი შვილი აღარ არის, აი რატო დაიჭერეს
მსახიობი, პოეტი, ჟურნალისტი, აი ყველა პროფესიის, ყველა ტიპის ლიდერები, აი ესე მიდგნენ, ხო, თითქოს რომ აი ყველას დაგიჭერთ. აი ესე რაღაცა განაცხადი, ყველას დაგიჭერთ. ამას ხო ვიცით რატო აკეთებენ? ამას აკეთებენ იმიტომ რომ ჩვენ მერე ვთქვათ რომ ნუ აზრი არაა ყველას იჭერთ. ეს მაძლევს ისე ძალას და ისე სიმშვიდეს, რომ ფეხებს ვერ მოგჭამენ სინამდვილეში. ვერც ჩვენ, ვერც იმ ხალხს, ვინც დაჭერილები არიან. და რა თქმა უნდა, ამას მარტო ემოციურად არ ვამბობ. ეხლა ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩასუნთქვის დაფიქრების, რომ ერთის მხრივ არ გავხდეთ ბელორუსი, სადაც მოხდა პროცესი, რომ აი ესე მოაჭამეს თავები, ნაწილი წავიდა და ბრძოლა გაჩერდა. მეორეს მხრივ, კარგად გქონდეთ გააზრებული რა არის ამათ სისუსტეები, რომ ამათ მოვერიოთ, იმიტომ რომ ეს ბრძოლის ეტაპი არ არის ბოლო, შუაში ვარ ბრძოლის და არ უნდა მივცეთ საშუალება კოცებს, რომ აი ბოლოს შეგრძნება გაგვიჩინო. და არ გავხდეთ ბელორუსი? არა. გეტყვით რატო? ძალიან კონკრეტული რაღაც გამო. პირველი. იმიტომ რომ ბელარუსში პოლიციელები ვინც კლავდნენ, დღეს შვიდად ცხოვრობენ. საქართველოში პოლიციელები ვინც ცემეს ხალხი, ნაწილი გადამდგარია, ნაწილი შეშინებული. ეს არის ნახეთ კადრები. აი ნახეთ კადრები სასამართლოში, როგორ გრძნობენ თავს, როგორ იქცევიან, როგორ უჭირათ თავი იმ ცრუმოწმეებს და იმ ცემელებს, რომლებიც აი ამ აქციებზე მოყეყეჩებულები არიან. ნახეთ სად არის ხარება, ნახეთ სად არის გომელაური, ნახეთ სად არის ლილუაშვილი. ახალი ხარება. ახალს ჯერ თავი დავანებოთ. ჯერ ახალი ხარება გინახავთ, მე არ მინახავს ჯერ. არა, ხო, ესე. ჯერ არ გვინახავს, ხო? ფაქტია, რომ ის ხარება, რომელიც ირტყმევინებოდა, ეხლა აღარ არის. მე არ ვამბობ, რომ სისტემა ჩამოიშალა. მე გულისხმობ სხვა რამეს. საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ამ იგივე ოცნების წარმომადგენლებს ყავთ ჩვენ, ანუ იგივე შვილები, რომლებსაც იგივენაირად უნდათ ევროპაში, განსხვავებით ბელარუსისგან. უნდათ ევროპაში, უნდათ სიკეთეები, უნდათ შოპინგი, უნდათ ცეკვა, უნდათ ყველაფერი იგივე უნდათ, რაც ჩვენ გვინდა. აქ ბელარუსი ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურად რუსეთზეა დამოკიდებული, საბჭოთა ბელარუსი თავისი არსით, საქართველოს არ არის საბჭოთა. შესაბამისად, აქ პოლიციელს გამყალბებელს უჭირს ერთადერთი რის იმედი, ეგ დავიმალო და არ გამოუჩნდე. და აი მეზობელმა არ გაიგოს, რომ მე ვარ ის მცემელი. რატო დადიან იღბებით? რატო დადიან? ეშინიათ საჯაროების. ეშინიათ სოციალური იზოლაციის. ეს ერთი. მეორე ეშინიათ სანქციების. ამიტომ განსხვავებით ბელარუსისგან ჩვენ გვაქვს იზოლაციის ძალა, ზეწოლის ძალა, სოციალური იზოლაციის ძალა და მეორე გვაქვს სანქციების ძალა, რომელიც ბოლომდე არ არის გამოყენებული. ამიტომ რაც არ უნდა ფსიქოლოგიურად გვეგონოს ხოლმე რომ აიმე ახლა რა იქნება და ასე შემდეგ, ერთადერთი ჩვენი ამოცანა ახლა რაც არის რომ დავრჩეთ რაციონალურები და აი ამ პანიკის რაღაცა ტალღაში არ ჩავარდეთ, იმიტომ რომ ობიექტურად ვართ ბევრად უფრო ძლიერები ვიდრე სისტემა. წაღან ახსენე ვიხუმრე Facebook-ზე რომ მზად ვარ ოპოზიცია გავაერთიანო შენ როგორც ერთ თმა დარჩენილმა ოპოზიციონერმა, თუმცა არიან სხვაებიც და არ ვიცით ხო პერმანენტულად ასახელებენ სხვადასხვა გვარსახელები გვესმის ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე. იგულისხმე რომ გაერთიანება ახლა ადვილია, მაგრამ ხუმრობის გარეშე რომ შევხედოთ აი ამ თემას, ოპოზიციის გაერთიანება არის კვლავ აქტუალური თემა თუ არა? ნახეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის რის გარეშე ვერთიანებით. ეს სიტყვა ერთიანობაც გავცვითეთ ოპოზიციამ ზოგჯერ აი ამ ბევრი ლაპარაკით ამ ერთიანობაზე და ვეღარ გაიგო რა არის ეს ერთიანობა. ხან ერთიან სიას ვეძახით ერთიანობას, ხან ერთად გარი რაღაც ფოტო რო დაიდება. რა არის მნიშვნელოვანი გაერთიანება? გაერთიანებაში არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველა ერთად ჩამოვყალიბდეთ რა არის ბრძოლის სტრატეგია. როგორ ვერევით ოცნებას, სად მივმართავთ ჩვენ ენერგიას ყოველდღიურად. აი, ყველა ოპოზიციონერი სხვადასხვა მიმართულებით კი არ მიმართავდეს ენერგია, მაგალითად, კუპრაძე იმაზე კი არ მიმართავდეს, რომ თბილისი გამოგლიჯოს და მე იმაზე, რომ თბილისში არჩევნები არ ჩატარდეს. არამედ ორივე ერთად მივმართავდეთ ერთი და იგივე სტრატეგიაზე. ეს არის ერთიანობა სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთიანობის გარეშე გამორიცხულია. გამორიცხულია, ჩვენ ხო არა ვართ პოლიტიკურ პროცესში, სადაც ჩვენ გამოხვალ დებატზე მოიგებ დებატს და ის შეიგნებს რამეს. ან შენ ხო არა ხარ ქვეყანაში, სადაც სასამართლოში მიხვალ სიმართლეს დაამტკიცებ. ან ხო არა ხარ ქვეყანაში, სადაც მედიაში რაღაცას რო იტყვი, ხალხი აზვერტდება და მერე მთავრობა დაუჯერებს. არა.
ჩვენ ვართ გარკვეული ტიპის ბრძოლაში და ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვინც ვიბრძვით და ეს ზუსტად რაც არ უნდა დღეს თქვათ ლელოს კონდეს სხვა განცდა ან ნაციონალურ მოძრაობ ვიღაცას ხო სხვადასხვა განცდები ზუსტად ვიცი რომ ერთ ბრძოლაში ვართ ამიტომ ამ ერთ ბრძოლაში ერთნაირად ერთი მიმართულებით უნდა ვიარო მაშინ კითხავ ერთად თვითმმართველობის არჩევნებზე შენთვის არის ერთიანობის ფორმულა არა და მაგ არგუმენტი რატო არა იმიტომ რომ არჩევნები არ არსებობს. არჩევნებს გააჩნია რამდენიმე რაღაცა სიტყვას რო ამბობთ, ხო უნდა კონდეს რაღაცა კონდიციონერი რო ამბობ, ხო იქიდან რაღაცა გრილი უბერავს, ხო? არჩევნები რო ამბობ, რას გულისხმობ? გულისხმობ მონაწილეს არჩევნებში, თამაშის წესებს და მე რაღაცა შედეგის მიხედვით მოქმედებას. მონაწილეები აღარ არსებობენ. არ არსებობენ. ფაქტია, ხო, ეხა ვის ვთავაზობთ ჩვენ ხალხს? ეს რაღაცა ვინმე ვიპოვოთ ნეიტრალური პოლიტიკოსები, ვინც უნდა იყოს ის ნეიტრალურს იპოვი. მოვაწავა. პოლიტიკური ფიგურა ნიშნავს, რომ ის პასუხისმგებელია. მე რო გამოვალ და ვიტყვი, რომ მე გავდივარ მერობის კანდიდატად, მე ანგარიშვალდებული ვიქნები დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ თუ ამას არ შევასრულებ, მე მომეთხოვება პასუხი. ნეიტრალურს მოიყვან, მე გაქრება, წავა სახში, ან დეპრესიაში ჩავარდება და ან, რა ვიცი, სხვა საქმეს მიხედავს. მეორე თამაშის წესები, რამე წესი არსებობს, რომელიც მიახლოებული მაინც არის საარჩევნო პროცესთან. არ არსებობს. მედია სიტყვების თქმა აქვს აკრძალული, თქვენ ხო მუშაობთ მედიაში, ხო იცით რომ რაღაც სიტყვები ახლა უნდა მოიფიქროთ, როგორ თქვათ, იმიტომ რომ ყველა სიტყვას ვერ იტყვით. ქუჩაში აზრის გამოხატვა შეგიძლია პრაქტიკულად არა. ანუ დამკვირვებლები არსებობენ, NGO-ებს იჭერენ. მოდი ეს ობიექტურად ვთქვათ. დევნაში არიან NGO-ები, ხო? ფინანსები აღარ აქვთ, მე ველოდები რომ დაიჭერენ. ამანაც არ უნდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეს გაქვს ეს მოლოდინი. რა თქმა უნდა და არ უნდა გაგვაკვირვოს ჩვენ სისტემის ყოველ ჯერზე ახალმა რაღაცა ეტაპმა სისტემის აგრესიაში არ უნდა გაგვაკვირვოს, იმიტომ რომ ეს არის ლოგიკა მათი მოქმედების. თავარი რას უპირისპირებთ? ამიტომ იმას, რასაც არ ქვია არჩევნები, ჩვენ არ უნდა დავარქვათ არჩევნები. და უნდა ვთქვათ, რომ სინამდვილეში დემოკრატია თუ არის უმრავლესობის მმართველობა, დღეს უმრავლესობა არ აღიარებს ამ ქვეყნის აი ამ მმართველობის არჩევნებად წოდებულ პროცესს. არ ჯერა არავის ამის. ამიტომ ამ უმრავლესობამ სხვა რაღაცა გავაკეთოთ, წინააღმდეგობა გავწიოთ. შეიძლება მაგალითად საბჭოთა კონსტიტუციაში ეწერა, რომ ყველას აქვს საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება. და შეიძლებოდა რომ საბჭოთა კავშირში შენ მიგემართა პროტესტი იმაზე რომ გავიდეთ აბა საბჭოთა კავშირიდან. ეს ხო ტყუილი იქნებოდა. იმიტომ რომ ტყუილი იყო ის ჩანაწერი. ზუსტად ესეთივე ტყუილია რომ საქართველოში დღეს ტარდება არჩევნები. ამიტომ ჩვენი პროტესტი უნდა მიმართოთ როგორც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის გადახევა იყო მაშინ ამოცანა, ზუსტად ასე უნდა მიმართოთ ეხლა რომ ეს სისტემა ჩამოენდეს. ელენე, მაშინ ესე გკითხავ, სამი ვარიანტიდან რომელი არის უფრო ცუდი თუ უფრო კარგი, სამი შესაძლო ვარიანტი. ერთად არ გასვლა არჩევნებზე საყოველთაო ბოიკოტი, ვიცი რომ ეს არის ის, რასაც შენ ფიქრობ, რომ იქნებოდა სწორი, ყველა ერთად გავიდეს არჩევნებზე, მაგრამ ნაწილი გადის და ნაწილი არ გადის. ყველაზე ცუდი ვარიანტი ბოლო ორიდან. არის მეოთხე ვარიანტი. მეოთხე რომელია? მეოთხე არის, რომ ვილაპარაკოთ არა იმაზე არჩევნებზე გავიდეთ თუ არ გავიდეთ, არამედ რას შვებით არჩევნებზე რო არ გავდივართ. და მე აქ ხედავ მათ შორის შეთანხმების სივრცეს. იმიტომ რომ მე მჯერა ლელოს გულწრფელობის, როცა ისინი იძახიან რომ არჩევნები არის, მე მამუკა დაჭერამდე ალბათ 9 საათით ადრე ვნახე, გავიყვანეთ ცალკე. შეხვედრა ქონდათ? არა, მივედი ახლა რომ იჭერდნენ, ხა დილიდან ვიცოდი რომ იჭერდნენ და მივედი. ვესაუბრე დაჭერამდე. და დავინახე მასში სიმტკიცეც ყველაფერი აბსოლუტურად ძალიან კარგად იყო, მხნე კარგად იდგა. და ამ მომენტშიც მე მას ვატყობ და ლელოს ვატყობ გულწრფელად ჯერად რომ ეს არის ბრძოლის გზა. ზუსტად ასევე მე გულწრფელად ჯერა რომ ეს არ არის ბრძოლის გზა. მაგრამ ჩვენი დაახლოება, ჩვენი შეხების წერტილი სადაც არის რომ ჩვენ ორივე ვეძებთ ბრძოლას. უბრალოდ ვერ თანხმდებით რომელია საუკეთესო. ამიტომ ჩვენ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ვერ თანხმდებით. კი, მაგრამ ნახეთ, რადგან ჩვენ ორივე ბრძოლას ვეძებთ, თუ ეს არჩევნები და ბოიკოტი უბრალოდ არ არის ბრძოლის გზა, როგორ ვიბრძოლოთ ჩვენ თუ ერთმანეთს ამას ავუხსნით და შევჯერდებით, დარწმუნებულია რომ ლელოც შესაძლებელია რომ აი ამ სხვა ალტერნატიულ მოკლედ ლელოს თუ დავანახებთ რომ არსებობს ეფექტური ბრძოლის გზა გარდა არჩევნებისა.
მე მჯერა რომ წამოვიყოლებთ. რა რესურსია ამის? იმიტომ მე გაგახსენებ 26 ოქტომბერს და 26 ოქტომბრის არჩევნებამდე გაერთიანება ოპოზიციამ ვერ მოახერხა. ფიქრობ თუ არა რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა ოპოზიციის და ფიქრობ თუ არა რომ შესაძლოა დღეს რაღაცნაირად პირდაპირ კითხავ განსხვავებულ საქართველოში მყოფილიყავით ოპოზიციას რომ გაერთიანება მოეხერხებინა ან რა იქნებოდა განსხვავებული? თუ კი არაფერი არ შეიცვლებოდა, რატო ფიქრობ, რომ ეს იყო შეცდომა? ჩემი აზრით შეცდომა იყო არა ის, რომ ერთი სია არ გავაკეთეთ. ამაზე მე მივხვდით იმით, რომ ერთი სიის მომხრე ვიყავი. ამაზე ლოგიკური არგუმენტები თუ რატო არ არის აუცილებელი რომ ერთი სია იყოს, მე მოსმენილი მქონდა და დავთანხმდი მე თვითონ წავედი კოალიციაში. პრობლემა იყო ძალისხმევის არ გაერთიანება, იგივე რაც ხდება ახლა. ანუ ჩვენ სინამდვილეში არჩევნები და ეს ახლა ამის შედეგებსაც ვიმკით გარკვეულწილად. ჩვენ ყველა არჩევნებზე გავედით ცალ-ცალკე ჩვენი ნომრებით და არა საერთო რეფერენდუმში, რომელიც ხალხს უთხარით რომ იყო. არ ვიცი ეს დამკვირვებელი იყო, სტრატეგია იყო საარჩევნო, ყველა ვიყავით, უბრალოდ რომ აი თავარია ყველაზე მეტი ავიღო მე, მაინც ესეთი ტიპის არჩევნები იყო. ეს მგონია შეცდომა. და არა ის რომ მაინც ერთია უნდა ყოფილიყო. ეხაც იგივე არის. ეხლა ამოცანა ის კი არ არის რომ ჩვენ ერთი ნომერი დავირქვათ. ეხლა ამოცანა არის ძალისხმევა გავაერთიანოთ და ზუსტად ვიცოდეთ ჩვენი ყველას ენერგია სად მედის, სად მიემართება, რასთავარი ხალხმა იცოდეს, სად მიემართება ეს ენერგია. მე სხვათა შორის როცა მახსენდება ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლები, როცა ისხდნენ ჩემთან ეთერში TV პირველზე, ისინი ამბობდნენ, რომ ბარიერი ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ კარგად ვართ, ბარიერს ვლახავთ, უფრო მეტიც, კარგი შედეგები გვექნება და მე სულ მიკვირდა, რომ თქვენ რო ვლახავთ ბარიერს. ეს ხო არ არის? ეს ზუსტად კაი მაგალითი მოიყვანე, ხო? ხელისუფლება გადავლახეთ და მაინც ის ჩვენ ხო არ ვაძლევთ ხმას რომელიმე ოპოზიციურ პარტიას რომ ის შევიდეს პარლამენტში ან ბარიერი გადალახოს. ეს იყო ყოველთვის ჩემთვის უცნაური ეს დამოკიდებულება. ზუსტად ეგ არის, აი ცალ-ცალკე გავედით თქვა ამის თქმა მინდა ზუსტად რომ კი ცალ-ცალკე ყველამ გადავლახეთ ბარიერი, ვისაც პრეტენზია ამისი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი ამოცანა ყოფილა არა ის რომ ჯამურად ჩვენ რო თვლით რომ მეც ავიღებთ, არამედ მთლიანად არჩევნების ინსტიტუტის დაცვა. და არჩევნების ინსტიტუტის დაცვა ვერ მოვახერხეთ. ანუ ჩვენ მოვიგეთ, ხალხის მანდატი მივიღეთ, მაგრამ არჩევნები როგორც ინსტიტუტი ვერ დავიცავით. პრევენცია ვერ ოღონდ მე არ ვამბობ, რომ ეს პრევენცია 100%-იანად შესაძლებელია, კაცო, ჰოლანდიაში, ანუ ბევრ ქვეყნებში ყოფილა манипуляცია არჩევნებით, მაგრამ სიცხადე რომ რა ტიპის არჩევნებში ვიყავით, რომ ჩვენ ახლა ვართ აი ჩვენი პროცენტების აღების არჩევნებში თუ აი ესეთ ეგზისტენციალურში ეს სიცხადე უნდა შემოგვეტანა. არა და ყოველთვის ამბობდა რომ ეგზისტენციალური იყო და რეფერენდუმი იყო კი, ოღონდ რა კუთხით? თუ რეფერენდუმია შენ არ ფიქრობ შენ გადალახავ თუ არა? კი ბატონო, აი ეს რეფერენდუმია შენი კოორდინატორი და მეორე პარტიის კოორდინატორი ცალ-ცალკე არ დგას. თუ რეფერენდუმია, ხო? აქ შეგვეშალდა ამაზე გულწრფელად უნდა ვილაპარაკოთ. იგივე არის ახლა, მე არ ვამბობ ახლა. მაგრამ აი ახლა ბოდიშს გიხდი, გაწყვეტინებ და მე მინდა რომ ეს თემა ამოვწუროთ. ახლა არ არის შესაძლებლობა, რომ ასე შეხედოთ თვითმმართველობის არჩევნებს, გაყალბების პრევენცია. გეტყვით რატო? იმიტომ რომ შეტევა ერთობლივი იმისთვის, რომ არ მოხდეს გაყალბება, დამკვირვებლების ჯარი, ასეთიც მომისმენია, რომელიც იქნება ყველა უბანზე და ასე შემდეგ. ნახეთ რა არის განსხვავება 26-მდე. მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობას და ჩვენც არჩევნები როგორც ინსტიტუტი იყო შანსი ცვლილების, ოღონდ შევცდით რომ ეს შანსი ანუ თეორიული შესაძლებლობა რომ არჩევნები შემდგარიყო როგორც ცვლილების ინსტრუმენტი იყო, მაგალითად ოცნებას რომ გაეყალბებინა, აი ესე კი არა თავხედურად რომ ყველა ქაღალდზე ეწერა რამდენი პროცენტი იყო და უბრალოდ რაც უნდა და ის დაწერა. არამედ ცოტა რომ მოეყალბებინა რასაც შვებოდა. მაშინ ჩვენ ვერც ბოიკოტს ვერ ვიზავდით. და ვერც ამ ტიპის ვერც პოლიტიკურად ეგეთი კრიზისი იქნებოდა. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არჩევნების გაყალბება ნორმალიზებულია, მაგრამ ეს არ იქნებოდა ეგზისტენციალური ბოლო. პოლიტიკური პროცესის ნარჩენები იარსებებდა, რომ აი ამაზე მეტი ვერ გაბედა. რაც 26-ში მოხდა, ეს არის არა манипуляცია, არამედ განაცხადი და ეს მოხდა არა მარტო 26-ში, 29-ში უნდა გაგვეგონა ბიზნეს ხმა. 29 ოქტომბერს, აპრილს ბიზნა ევანიშვილმა თქვა, რომ მე საერთოდ ცვლი ამ ქვეყნის კურსს. ჩემთვის მტერი არის დასავლეთი და მე არ ვაპირებ, რომ მაგათ ჭკუაზე, ну რაღაცები რაც ილაპარაკა, ხო? გეოპოლიტიკური განაცხადი გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განაცხადი 26-ში, რომ არჩევნები ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. შესაბამისად, ეს იყო არა იმ ტიპის გაყალბება, რომელიც უგვინახავს, არამედ ეს იყო ჰიბრიდული ომის გეოპოლიტიკური სპეცოპერაციის აქტი, რომლის შემდეგაც ჩვენ სხვა ტიპის ბრძოლაში ვართ. არჩევნები როგორც პოლიტიკური პროცესის გამოსავალი აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, იმიტომ რომ არ ვიცით რა ვქნათ, მოდი არჩევნებში გავიდეთ, არ შეიძლება რომ ამ პოზიციაში იყო, იმიტომ რომ არჩევნები არ არსებობს. მე 26-ში ვიყავი ენთუზიასტი არჩევნების, რომ კი არჩევნებში უნდა ეს ხო და შევცდი. არ ყოფილა მართალი, ხო? უნდა ვაღიაროთ, რომ არ ყოფილა თურმე უკვე მოპარული იყო ეს არჩევნები, მაგრამ დღეს ვეღარ ვიქნებ ენთუზიასტი, იმიტომ რომ საკმარისად შევცდი, რომ ეხლა კიდე ვიმეორო, რომ არჩევნები არსებობს. აღარ არსებობს. ახალ არჩევნებს მაშინ რა აზრი აქვს ელენა, იმიტომ რომ კონტრარგუმენტი არის ერთ-ერთი. ეს არის ყველაზე არსებითი კითხვა, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ ვიბრძვით არა ბიზნეს მიერ კიდევ ერთხელ ჩატარებული არჩევნებისთვის იქნება ეს ადგილობრივი თუ ახალი, არამედ ჩვენ ვიბრძვით ბიზნეს სისტემის დემონტაჟისთვის, რომლის შემდეგაც აზრი ექნება არჩევნებს. და ეს დემონტაჟი ხდება რამდენიმე გზით, სამი გზით. ერთი ეს არის შიდა ზეწოლა, რაზეც ვლაპარაკობდით, ხო, მათი სრული სოციალური იზოლაცია. მეორე ეს არის პოლიტიკური კონსოლიდაცია, სადაც პოლიტიკური კლასი ალტერნატივას აჩვენებს და მესამე ეს არის საერთაშორისო ზეწოლა. თუ არ მოხდა ამ სისტემის დემონტაჟი, არანაირ ბიზნეს დანიშნულ არჩევნებზე არავინ არ ლაპარაკობს. ჩვენ ლაპარაკობთ ახალი არჩევნები, ახალი წესით ბიზნეს კონტროლს მიღმა. ეს არის ამოცანა და არა უბრალოდ კალენდარული არჩევნები, რომელსაც კიდევ ერთხელ მოგატყუებს ბიზნესი. აგონია თუ ხელისუფლების გამარჯვება, სხვათა შორის ამაზე ყველაზე ხშირად კამათობენ, თუნდაც სოციალურ ქსელებში, სტატუსებს ვკითხულობ ხოლმე, რომ აი რეჟიმი აგონიაშია და პირიქით ვკითხულობ სტატუსებს, რომ აი ხდება უკვე გაფორმება დიქტატურის. შენ როგორ ხედავ? მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან ამ ყველაფრის შეფასებაში და ერთის მხრივ არ მოვატყუოთ ერთმანეთი, არ შევაგულიანოთ ტყუილა და მეორეს მხრივ არ ჩავარდეთ დეპრესიაში. რეჟიმი არ არის აგონიაში, რეჟიმი მიზანმიმართულად მიდის დიქტატურის დამყარების გზით, აქ იყენებს ფსიქოლოგიურ საინფორმაციო მეთოდებს. ეს არის ძალის დემონსტრირება, აი მე ვარ ყველაზე ძლიერი კივის სისტემა. ერთის მხრივ, მეორეს მხრივ რეჟიმი არ არის კარგად. ეს აი იმ ძალის დემონსტრირებას ჩვენ უყურებთ, ეს არ არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა. ცდილობენ, რომ ძლიერად გამოიყურებოდნენ, სუსტად არიან, დისკომფორტში არიან, მაგრამ ჯერ არანაირ აგონიაში არ არიან. სადღაც შუაში არის მოკლედ სიმართლე, რომ არც ერთის მხრივ დანგრევის ზღვარზე არ არიან, მაგრამ აქვთ სერიოზული პრობლემები და ეს პრობლემები არის ძალიან კონკრეტული. მათ შვილები უჯანყდებიან. მე ხა ვერ ვიკადრებ, რომ მოუყვე ისტორიები, მაგრამ მათ შვილები უჯანყდებიან. იმიტომ რომ ამ შვილებსაც უნდათ ევროპაში ცხოვრება, შვილების გარემოცვა. მეორე, მათ ბიზნესებს პრობლემები შექმნილი აქვს და ჩვენ ეს ნანახი გვაქვს. კახიშვილის, ირაკლი რუხაძის ტირილი ტელევიზორში რაც უდია სანქციები, ამ მიქაუტაძის დაჭერა ფაქტია, ხო, ესეც კონკრეტულ რაღაცა შიდა დისკომფორტს უკავშირდება, ხო, ლილოაშვილის წასვლა და ასე შემდეგ. ანუ მათ აქვთ პრობლემები, მაგრამ ეს არ არის ჯერ რეჟიმი აგონიაშია, ჩვენ ვიგებთ, ჯერ ეს სტადია არ არის. ამიტომ შვიდად უნდა შევაფასოთ რა აქვთ მინუსები იმათ, რა არ გამოსდით, რა გამოსდით და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. და გავაგრძელოთ რყევა, სისტემის რყევა და დემონტაჟი არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ივანიშვილი საკუთარ გუნდშიც ცდილობს ძალაუფლების დამყარებას, იმიტომ რომ ძალიან კაი შეკითხვა, ხო, იმიტომ რომ სინამდვილეში ბევრ რაღაცას აკეთებს, უფრო აკეთებს თავის გუნდის დასანახად, იმიტომ რომ ეხა შუშანა მაცაბერიძე რით უნდა შეაშინა, ვეღარ შეაშინებ, ხო, სიტყვაზე, ან თათია, ხო, ან თათია, მექვაბიშვილი თუ ან ვერა, ხო, ძალის დემონსტრირება ჭირდება მათ შორის თავისი გუნდისთვის. აი რომ იძახიან რომ ჩვენ მეგონი წულუკიანმა თქვა რომ რაღაცა ჩვენ სანქციებისთვის რომ ვერ დგულობთ ბიზნესს და სანქციები რო არ გვაშინებს, იმიტომ ვართ მაგრები რაღაცებს ხო იძახიან. ერთმანეთის გასაგონად იძახიან რომ არ გეგონოთ რომ ვირყევით. ოღონდ ადამიანი რომელიც იძახის არ გეგონოთ რომ ვირყევით და ნახე რა მაგარი ვარ, 4 პოლიტიკოსი დავიჭირე, ნახე 5 დავიჭირე, ნახე გამოვაგზავნე გაფითრებული, სინამდვილეში გაფითრებულები იყვნენ, ხვაშაძეს რო იჭერდნენ, მართლა ვხედავდი ამ ხალხს. გაფითრებული პოლიციელები იყვნენ. მახსოვს შენი კადრე, მოვიდნენ მონები,
მონები მოვიდნენ, მართლა მონები მოვიდნენ. ეს არ იყო მათი შეურაცხყოფისთვის ნათქვამი, ეს იყო ფაქტის კონსტატაციისთვის, რომ მონები მოდიან, იმიტომ რომ მათ ზუსტად იციან, მითხარით რომელი, აი ეს პოლიციელებიც დაიჭირა ვაშაძე, რო დასვა თავის შვილთან. ან სიდერთან დაბადების დღეზე და ალაპარაკო, რომ შენ რა ქენია ბა გუში რომ დაიჭირე ვაშაძე, რისთვის დაიჭირე? პასუხი ექნება? ეს პოლიციელი არის გიორგი აბესაძე, სხვათა შორის, რომელიც ჩემი საქმის ძრომოწმეა და ეს კიდე ვიღაც რაღაც საქმეშია ეს გიორგი აბესაძე, კიდე რაღაც საქმეშია. ერთი წრე არის, ეს ვიცით ყველა გვარები. ეს ნიშნავს თუ არა, რომ რესურსის პრობლემაც აქვს. მათ შორის ეგეც არის, ანუ ეს გვარები არის ყველა ცნობილი. ჩვენ ყავს სპეციალური პოლიცია, იმიტომ რომ მასობრივად ბელარუსისგან განსხვავებით ამაზე ლაპარაკობდით, ხო რატო არ ვარ ბელარუსი? მასობრივად არ არის მზად პოლიცია, რომ ეგეთ დასაცი მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი, ან ეგეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი. ამიტომ სისტემას ნამდვილად უჭირს, მაგრამ სისტემა ჯერჯერობით მოქმედებს რუსული ლოგიკით და ჩვენ არც უნდა გადავაჭარბოთ, რომ თუ ჩვენ არ გავერთიანდით, თუ ჩვენ არ ვიმოქმედეთ, თუ პროტესტი არ გაგრძელდა, თუ სანქციები არ გაგრძელდა, სისტემა თავისას გაიტანს. პროტესტზე ვისაუბრებთ და მინდა ასევე გკითხვა აუცილებლად, როდესაც ვსაუბრობთ მოსალოდნელ დაკავებებზე, უნდა ვიგულისხმოთ თუ არა ასევე ქართული ოცნების წევრებიც. ასე ჩანს ახლა. არ არის გამორიცხული, უკვე ფაქტია, ხო, რომ ვიღაცები დაიჭერეს, მაგრამ მე მართლა გულწრფელად მომბეზრდა მარჩიელობა. ვიცოდი რომ ამას პასუხებდი, რომ ყოველთვის ამას პასუხობ. ხო, იმიტომ რომ აი არ ვიცი. მაგრამ იცი რა არის? მიქაუტაძეს იფიქრებდი, რომ ვინ იყო საერთოდ იცოდი მიქაუტაძე, ხო? მიქაუტაძის ცოლი ვიცი, რომელსაც გონია რომ ყველა მეორეს როლექსის საათი უკეთია საქართველოში. აქედან მახსოვდა და ნოდარ მელაძის შაბათის გამოძიებიდან მახსოვს რომეო მიქაუტაძე. ზოგადად ხო ეს ხო ვერ გაიგებ, როდის ზუსტად კონკრეტულად რა ჩაიფიქრა, ამიტომ მე მართლა ძალიან დიდი ხანია მოვეშვი. კი, ლაპარაკობენ ახლა რომ რაღაცა კალაძესთან მიდგა პოლიცია სუსი რაღაცას ქექავს. კი, დიდი ხანია მეც ვიცი, რომ კალაძეს რაღაცებს უჩხიკინებენი, ღარიბაშვილი რო არ არის კომფორტულად, ეგეც ვიცი, მაგრამ არ უნდა ვხარჯოთ ენერგია იმის მარჩელობაზე, ისინი რასაც. ხომ რატო ფიქრობ, რომ ეგ არ არის მნიშვნელოვანი? ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ არ იცი. მე ვიცი, რა ვიცი და რა შემიძლია გავაკეთო. მე ვიცი, რომ შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რომ სისტემა ვარყიო. მე არ ვიცი, რას ჩაიფიქრებს ის, ანუ კითხავი არა ვარ. ჩვენ ისიც არ ვიცით ივანიშვილმა როგორ შეძლო მისი რესურსის, მისი ცოდნით, მისი ერუდიცით თუ ინტელექტის მქონე ადამიანმა როგორ შეძლო ეს ყველაზე ხშირად მესმის ხოლმე რანაირად შეძლო ასე მეთოდურად განადგურება სამოქალაქო სექტორის, ცდილობები აქ ამის ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დასრულება. ძალიან ბევრი ხალხი შეუძლებელი არის ფიქრო. ორი რამე არის ჩემი აზრით თითით შეძლო. ერთი ეს არის მისი ზიზღი ქართველი ხალხის მიმართ და ის არის გაზრდილი ქართველების ზიზღი. რაც აძლევს მოტივაციას. ჩემი აზრით მისი ტრაგედია არის ეს და ზოგადად ადამიანური ტრაგედია რომ ზიზღში გაზრდილი ეზიზღება ქართველები და მეორე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რუსეთი. იმიტომ რომ რასაც რუსეთს ეყოფა ერთი პატარა განყოფილება მიბარებული ივანიშვილზე, რომელიც დაუწერს პროპაგანდის, დაქსაქსვის, სუსის მუშაობის და აი ამ მეთოდებს, რითიც ეს ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს. თან აპრობირებულ მეთოდებს, რაც უკვე იყო რუსეთში და არაფერი ახალი. ახალი არის ტემპი, სხვათა შორის. ბევრად უფრო დიდი ტემპით მივდივართ ახლა ჩვენ, ვიდრე თავის დროზე რუსეთში. 7 პოლიტიკოსი 6 კვირაში. 7 პოლიტიკოსი 6 კვირაში, ასევე რო შეხედოთ რუსულ კანონს, რუსეთში როგორც მიიღეს დაახლოებით 8-9 წელი იღებდნენ ეტაპებს ამ რუსული კანონის. აქ ეს გააკეთეს რამდენიმე თვეში. რა ეჩქარებათ? ანუ უკვე აპრობირებული იქ რაც არის, უფრო სწრაფად აკეთებენ, იმიტომ რომ ეხა ეგ ეჩქარებათ, რომ შეგიქმნა განცდა, რომ აზრი არა აქვს, ვერ გამექცევი. მაინც ყველაფერს ძალიან სწრაფად ვიზავ. სულ მაქვს განცდა, რომ აგვისტომდე უნდა რომ რაღაცა მოასუფთავოს ეს ველია. ოპოზიცია, მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია. მე არ ვამბობ, რომ ამას შეძლებს, ამას არ ვამბობ, მაგრამ ცდელობა ამისა თითქოს აქვს, რომ სექტემბერში ზოგადად აგვისტო არის რუსეთისთვის, რო დაუკვირდეთ ისტორიულად რო შეხედოთ პუტინის მოქმედებს, აგვისტო არის პუტინისთვის ისეთი თვე. და რაღაც რატო? იმიტომ რომ რაღაც საერთაშორისო ყურადღება მოდუნებულია, ხალხიც მოდუნებულია და ასე შემდეგ. რო დაუკვირდეთ, მაგრამ ნუ ეს ეხა შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, მაგრამ კი, მას ეჩქარება, ბიძინას ეჩქარება, იმიტომ რომ მან გადაწყვიტა, რომ რაც უფრო ჩქარა მოვახრჩობ, დავისვენებ მერე. ოღონდ ვერ აღჭობს, იმიტომ რომ ყოველი მოხრჩობის ცდილობაში მას ხდება წინააღმდეგობა. სინამდვილეში ეს ერთი წლის ისტორია რა არის? ეს ერთი წლის ისტორია არის რეპრესიების ისტორია თუ გაუტეხლობის ისტორია?
გაუტეხლობის ისტორია. რა თქმა უნდა, რეპრესიების არის, მაგრამ არ გამორიცხავს, მაგრამ შედეგი არის გაუტეხლობა, იმიტომ რომ არსებობს ქვეყნები, სადაც შენ რეპრესიებით გატეხავ და აქ ვერ გატეხა. ხო, მაგრამ სად არ უშვებენ შეცდომას, ელენე? ყოველთვის როდესაც წინა ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, მეხსიერებაში კულტივირებული არის წინა ხელისუფლების დანაშაულებები და აქედან საზოგადოების ნაწილი ვერ გამოდის, მაშინ როდესაც 7 პოლიტიკოსი 6 კვირაში არ დაუკავებიათ მაშინ, ხო? აი სად არ უშვებენ შეცდომას, როგორ ფიქრობ, სადაც მაინც ინარჩუნებენ ამ არ ვიცი. იმიტომ ლაპარაკობ, რომ ეს რუსული გეგმა, რომ რუსული პროპაგანდა, რო წაიკითხოთ ლიტერატურა, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა, ძალიან კარგად აქვს შესწავლილი საზოგადოების ფსიქოლოგიური რეაქციები, მექანიზმები, როგორ რეაგირებს საზოგადოება რაღაცა ინფორმაციაზე და როგორ უნდა დათესოს საზოგადოებაში, ჩვეულებრივ მართლა წიგნები იწერება, ამაზე როგორ უნდა დათესო საზოგადოებაში და მართო გარკვეული მოვლენები. ეხლა ჩვენთან რა მოხდა? ჩვენთან მოხდა, რომ ნამდვილად არსებობენ ადამიანები, ვინც არიან ტრამვირებული შევარდნაძის სისტემით, სააკაშვილის სისტემით, მე არ მიმაჩნია, რომ შედარებადია, სააკაშვილის სისტემა ბევრი აშენა, მაგრამ ნამდვილად ტრამვები მოუტანა ადამიანს, შევარდნაძემ ბევრი დაანგრია, მაგრამ რა ვიცი, მილსადენი შექმნა, მოკლედ ნორმალურად თუ იმსჯელებ პლუსსაც მინუსსაც ნახავ. და ამაზე შეიძლება იკამათო. რა ქნა ბიძინა ივანიშვილმა? კულტივირება მოახდინა იმ ტრამვების და ეს ტრამვები გახდა არა ისტორიული შეფასება რა შეგვეშალა და რა გამოვასწოროთ, არამედ ადამიანების манипуляციის საშუალებად აქცია. აი ივანიშვილმა აქცია, რომ ნახეთ, ყოველ დღე მე რომ ანახო 26 მაისს როგორ უტყავდნენ ადამიანებს, მე ცუდად ხვდები. ცუდად ხვდები მართლა, ნუ როგორ შეიძლება ნორმალურად გახდე, მაგრამ ეხა მართლა ობიექტურად და ეს არის ირაციონალური შიშები. მართლა ფსიქოლოგებმა უნდა იმსჯელონ ამას. ეს არის ირაციონალური. შენ როცა უყურებ 26 მაისის კადრებს, შენ იმაზე კი არ ფიქრობ, რამდენი 26 მაისი მოაწყო უკვე ბიძინამ. შენ გეზიზღება ის კონკრეტული 26 მაისი. სინამდვილეში ბიძინამ ლექსო ლაშქარავა, ჩემთვის მართლა გულწრფელად გეუბნები, ზღვარი იყო ლექსო ლაშქარავას კადრები, როცა დედას გამოგლიჭეს. ცემაზეც არ ვამბობ, იმიტომ რომ ეგეც კატასტროფა იყო, უბრალოდ აი ამ ცემაში რაც მოხდა, მაგრამ ეს რო ცემ ერთია და მეორეა, როდესაც შენ შეგილია დავალება მიიღო, მიხვიდე დედას გამოგლიჯო. მიცვალებული, ბოდიშს ვიხდი რომ ამას ვიხსენებ, მაგრამ მნიშვნელოვანია. გამოგლიჯო, ლიფტში ვერ შეატიო, მერე მოახერხო და მაინც კიდე წაიყვანო. აი ეს არის უკვე ამორალურობის, უბრალოდ ამორალური არის დეჰუმანიზაციის, ადამიანური თვისებების დაკარგვის ზღვარზეა ის ადამიანი, ვინც ამას აკეთებს. ამიტომ ბიძინამ ეს მექანიზმი შექმნა. ამ ადამიანებს აწყნარებენ. მე ხა პოლიციაში რომ მიჭერენ ხოლმე ველაპარაკები მაგათ. ეს პოლიციელები წყავთ დაზომბებული აი ამ ტრამვებით. საინტერესოა ეს ეპიზოდიც შენი ცხოვრების პოლიციაში დაჭერების და გააგრძელე, ხო? ანუ იქ მართლა აი ჯერ ერთი მართლა გონიათ რომ მე ვიღებ რუბლებს სიტყვაზე. გულწრფელად. აი გულ პროპაგანდა მიუშავა. იმიტომ რომ პროპაგანდა მუშავა. ანუ იციან ვინ როგორ. მათი ამოცანა არ არსებობდა ეს არც ერთი ადამიანი რომლითაც გჯერა. მათი ამოცანაა რომ ყველა ადამიანი ვინც მიდის პროტესტზე, სულ თავში კონდეს რომ კი, მაგრამ მაინც ნაცები არ მოვიდნენ, მაინც მიშა არ მოვიდეს, ისიც ცუდია, ესეც ცუდია, რა აზრი აქვს. ეს ისიც ცუდია, ესეც ცუდია, ხო, იმ მდგომარეობაში აგდებს ამ ხალხს, რომ მაშინ აზრი არ აქვს, რისთვის ვიბრძვი. თუ ყველა ცუდია, რისთვის ვიბრძვი? მოდი წავალ ქვეყნიდან. მათი ამოცანა არის რომ პოლიციამ, რომელიც ჩვენ გვარბევს, კი არ თქვას რომ მე სადისტი ვარ და ვარბევ. თქვას რომ ის ცუდია და მე იმიტომ ვარბევ. და ამ ინფორმაციას ბიძინამ მიზამიმართულად რუსულ იმაში მართლა უნდა წავიკითხოთ ხალხო ეს წიგნები არსებობს ეს წიგნები სადაც როგორ იწერება ეს წერია რუსულ აი ამ სპეცსამსახურებში იწერება როგორ აქციო ადამიანი დაგეშო ასე ვთქვათ ადამიანი და როგორ ამ პროპაგანდით როგორ იმუშაო ამ პოლიციელებს ამას უყვებიან ის ტერია ის არის რაღაცა აი მაგალითად ადამიანი რომელსაც მიაჩნია რომ კონსერვატიული ქართველი ტრადიციული კაცი არის იმას უნდა დაანახო სიტყვაზე სულ არ მინდა რომ რაღაც ტრამვები მივაყენო ვიღაცებს და გაუღვიძო როგორც ეკვავს ვიღაცა 9 აპრილის მემორიალზე რომ ეს ისტორია შეკრა რომ თითქოს ის არცემს 9 აპრილს პატივს ამ დროს ანას უბელიანი 9 აპრილის მემორიალზე რომ იდგა იცავდა 9 აპრილს სინამდვილეში მაგრამ ამ ისტორიებს კერავენ
და მე გვაპირისპირებენ და პოლიციელს იმიტომ რომ შეუძლებელი ამდენ პოლიციელს ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს ჩვენ აი მე რაღაცნაირად თან მინდა სწორად ჩამოვაყალიბო ეს კითხვა მე მესმის რომ ყველას გვაქვს უფლება ვიცეკვოთ იქ სადაც გვინდა რომ ვიცეკვოთ ყველას გვაქვს უფლება ვიგინოთ სადაც გვინდა რომ ვიგინოთ მაგრამ როდესაც პროპაგანდა მუშაობს შენს წინააღმდეგ არის მნიშვნელოვანი რომ პირდაპირ კითხავ, გულწრფელი კი არ იყო უფრო სტრატეგიული შეიძლება გულწრფელობის ხარჯზე, მაგრამ მიზანი შენი იყოს ჩამოშლა რეჟიმის. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული კითხვა არის, რომ აი ზოგჯერ გონიათ, რომ ვინც გულწრფელი არის ემოციური და ირაციონალური. სინამდვილეში შევნა მიხვდე მე ამას არ ვეთანხმები აქვე გეტყვი, მაგრამ ლეგიტიმური კითხვა არის. სინამდვილეში შეუძლებელი არის შენ რუსულ FSB-ზე უფრო მზაკლარი იყო. შეუძლებელია. ვერ ვიქნებით უფრო მზაკვრები, ვერ ვიქნებით უფრო სასტიკები და ვერ ვიქნებით უფრო მდიდრები მათ შორის. ვიდრე ბიძინა, ვიდრე ეს FSB და ასე შემდეგ. ჩვენი ძალა და ეს ქონდა ესეც ისტორიული მაგალითები არსებობს, არიან მებრძოლები, ვინც გავლილი აქ ეს მაჰატმა განდი იქნება, ვაცლავ ჰაველი თუ სხვა. ეს ბრძოლები ადრეც ყოფილა ისტორიაში. ერთადერთი რითიც შენ შეიძლება მოერიო ესეთ რეჟიმს, ეს არის სიმართლით და ძალით, მარტო სიმართლით არა. სიმართლით და ძალით დაჯაბნა. და ძალა სინამდვილეში ჩვენ მხარეს არის. ანუ შენ რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ყოველდღე უნდა თქვა 9 აპრილის მემორიალზე იცეკვან, ყოველდღე უნდა იგინო. მაგრამ შენ უნდა მათ ანახო, რომ მე არ კომპლექსდები შენი მოგონილი წესებით, იმიტომ რომ სიმართლე არის ის, რომ მე გინება კი არ მიყვარს და კი არ მომწონს. არ მომ მეც ესე ვზდით ჩემს შვილებს, რომ უარეს უკეთესია რომ არ შეიგინო, მაგრამ როგორც კი შენ დააპირობ, რომ მე დამაკომპლექსო იმით, რომ მოვიქცე ისე როგორც შენ გინდა მე რომ მოვიქცე, უნდა იცოდე რომ არ გაგივა ეს ჩემთან. და ასეთები ვართ ბევრნი. და ასეთები მართლა უმრავლესობა ვართ ამ ქვეყანაში. თავარი არის სიმართლე. რატო სიმართლე და ძალა, ოღონდ სიმართლის უკან თუ არ შეიკრა ძალა, და ჩვენ ხო ახლა რა პრობლემა გვაქვს? ის ჩვენ გაქსაქსული სიმართლე გვაქვს ახლა. გაქსაქსული, იმიტომ რომ ვიღაცას მაგალითად კომპლექსი აჩერებს რაღაცისგან, რომ აი ამასთან არ დავდგები, იმასთან არ დავდგები. მე მესმის იმ ადამიანს, რომ აი ეზიზღება, რა მეც ყავს ესეთი ვიღაცები, ვისაც მიჭირს ერთ მაგიდასთან დგომა. ნამდვილად ყველას ყავს, მაგრამ ამით როგორც კი მე მივხვდი, რომ манипуლირებს ბიძინა, რომ მე იმიტომ რომ სიტყვაზე გახარია ჩემთვის ძიმე ტრამვა არის, იმიტომ რომ მე დღემდე მყავს უახლოესი მეგობარი, ვიცი მამაც არის ორი თვალი დაბრმავებული, ძიმე ტრამვა არის ჩემთვის. ასევე ძიმე ტრამვა არის ვანო მერაბიშვილი. ანუ არის ხო ეს რაღაც ის ადამიანი და შემო მე ვწდები ზუსტად ვისი რა ბრალია, მაგრამ ეს ტრამვებია ხო? მე რაღაც მომენტში მივხვდი რომ მე არ მაქვს უფლება რომ ჩემი ტრამვებით ვიმოქმედო. მე ვარ ვალდებული რომ ბიძინას ეს მექანიზმი რომ დამაპირისპიროს ვისთანაც როდის უნდა იმას ის სიმართლის ძალა რაც გვაქვს დაგსაქსოს, დაგყოს და სულ მე იმაზე მაკამათოს რომელი უფრო ცუდია გახარია თუ მერაბიშვილი ეს არის ზუსტად შეიძლება კომპრომისი რომელიც სიმართლის ხარჯზე შეიძლება გაწიოს პოლიტიკოსმა პოლიტიკა არის ეს არ არის სიმართლის ხარჯი შენ გულს შენ სიმართლეს იცახი შენ იცახი რომ ხალხო სიმართლე რა არის იცით რომ მე ზუსტად არ ვიცი რა მოხდა 20 ივნის და მე ზუსტად არ ვიცი რა წილი დანაშაული მიუძღვის გახარიას ვიცი რომ მიუძღვის მაგრამ არ ვიცი რა ვანო ბერაბიშვილზეც მე წლები გავიდა და არ ვიცი ზუსტად რა დააშავა არ ვიცი არ დამიდგინა იმ ინსტიტუტმა რომელიც მინდა რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს რომელიც დაადგენს მათ შორის ვინმე როგორ უნდა იცოდეს მე რუბლებს ვიღებ თუ არა მე თუ რუბლებს ვიღებ დასაძრახი ვარ აბა რა ვარ მაგრამ როგორ უნდა იცოდეს, როდესაც სიმართლე არ არსებობს, ინსტიტუტი სასამართლო არ არსებობს, ვერსად ვერაფერს ვერ გაასაჩივრებ. ამიტომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ ნდობა რო არა გვაქვს, ბუნებრივია ამას თესავენ, მაგრამ თუ არ ავაშენეთ ქვეყანა, სადაც ნდობის შანსი არსებობს, სიმართლის შანსი არსებობს, არასდროს აღარ გვექნება ეს ნდობა. ელენე, პროპაგანდა რამდენად აზიანებს ადამიანს, რუბლები ახსენე შენ და თქვი რომ პოლიციაშიც კი მითხრესო, ვიღაცებს გონიათ რომ მართლა ჯერათ, ანუ ეს ნიშნავს რომ ამან იმუშავა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ანუ მუშაობს ეს პროპაგანდა. მუშაობს რა თვალსაზრისით? იმაზე კი არ არის რამდენ ადამიანს ჯერა და რუბლებზეც არ არის, მარტო უამრავი პროპაგანდისტული ხაზია, ხო? მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ შენ დაიჯერებ თუ არ დაიჯერებ, ეჭვი გიჩნდება, რომ საერთოდ სიმართლე არსებობს თუ არა. საერთოდ რამეს აზრი აქვს თუ არა. ანუ საერთოდ მოქმედების და ბრძოლის მოტივას აზრს
გიკარგავს ყველაფერს. არაფერს აზრი არ აქვს. ესეც ცუდია, ისიც ცუდია, ისიც ცუდია, ესეც იტყვება, ისიც ეტყვება. საერთოდ მოდი რა წავალ ჩემ თავს მივხედავ. და ამ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება, რომელიც ფიქრობს, რომ არაფერს აზრი არ აქვს, შეუძლებელია, რომ რამეს დაუპირისპირდეს. ამ დროს წარმოიდგინე, ვიკა, ვართ ბევრად მეტნი. ბევრად მეტნი და ვერ-ვერევით ერთ პატარა მართლა სინგლიან რაღაც ვინ არის, ანძარქოა ვინ არის. შენ როგორც იცი მანანასთან პეტერეზე რქოა ანწილოსანი ვინ არის მართლა რა ვიცი თან არ შენ გონია მძულს არც მძულს უმნიშვნელოები არიან უბრალოდ ვერ-ვერევით იმიტომ რომ დაკავებულები ვართ სხვა საკითხებით გახარია ახსენე შენ და 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება მას შენ ჩამახვიდოდი საქართველოში არასწორი კითხვა არის რაც გინდა ის მკითხე მაგრამ მე მგონია რომ ზოგადად ციხეს ჩაჯდომა არ ჩაჯდომის საკითხზე კატეგორიულად არ შეიძლება მოწოდების პოზიდან ლაპარაკი რა. ყველა ადამიანმა თავის თავში უნდა გადაწყვიტოს ის ამ ბრძოლაში. და ეს არ არის პოზა, არ შეიძლება პოზირება ეგეთ ბრძოლაში. ყველა უნდა გადაწყვიტოს, სად უფრო ეფექტური იქნება, ციხეში თუ გარეთ. თუ გახარია. შეიძლება გარეთ უფრო ეფექტური იყოს, თუ გახარია, იბრძვის, მე თავარი კითხვის ნიშანი მაქვს, იბრძვის თუ არა. იმიტომ რომ მისი პარლამენტში შესვლა, მისი კომისიაში მისვლა, მისი ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა, ჩემთვის იყო კითხვის ნიშანი, ჩემი ემოციების მიღმა მის მიმართ, მე ეს ემოციები გადავდე და მას ვეჯექი მაგიდაზე და როცა ისცემის მე მას მივწერე და არ ნანო პირიქით ყოველთვის მივწერე, როცა მართლა რა თქმა უნდა, პირადად მივწერე, ხო თავს კი არ ვიქებ, რომ კი იმანაც უნდა მომწერო, როცა მემცემენ და მეც უნდა მივწერო თუ ერთად ვიბრძვით. მაგრამ კი, კარგად მიპასუხა. ამასთანავე კითხვის ნიშანი როგორც კი მე გამიქრება და თუ ის ნამდვილად იბრძვის მაშინ ამ ბრძოლაში რომელი ჯობია რომ ის გარეთ იყოს სიტყვაზე საქართველოს ინტერესებისთვის იქ გარეთ მუშაობდეს თუ შიგნით ეს არის მარტო მისი გადასაწყვეტი და მე არავითარ შემთხვევაში არ დავძრახავ რატო წავიდა ეხლა თუ იბრძოლებს თუ ეს არის ეხლა გაქცევა და ბრძოლა კი არ უნდა და კომფორტულად უნდა არ ვიცი ხო ამიტომ მე ვერ გავშ სანამ მე და შენ ახლავს საუბრობთ აი მაქსულ განცდა რომ აი რომ გამოვა ახალი კანონი დამხდება ახალი დაპატიმრებული დამხდება როგორ მოვედით ამ მნიშვნელობამ და როგორ გახდა ეს შესაძლებელი ძალიან მნიშვნელოვანი არის შეთანხმება რა ტიპის პროტესტში ვართ ჩვენ ანუ შეთანხმება აი ეხლა ხო ლაპარაკობდით რომ ვართ მეტნი მაგრამ არა ვართ ძლიერები საკმარისად, იმიტომ რომ არა ვართ ერთად. და ერთად ყოფნის ერთ-ერთი შინაარსი არის შეთანხმება როგორ ვიბრძვით. და ეხლა ამ შეთანხმებაში რა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი, ჩვენ მეხსიერებაში და ჩვენ წარმოდგენებში ძალიან ხშირად არის ისტორიული მაგალითები. აი ვარდების რევოლუცია გვახსენდება, რომ ჩვენ გონია რომ თუ პარლამენტში შეხვალ შეიძლება მოიგო ან რაღაცაი არის რა ესეთი ან შეიძლება სხვა ქვეყნების მაგალითები რაც უკვე მოხდა ნუ ეგრე არის ადამიანი მოწყობილი რა სინამდვილეში დღევანდელი ავტორიტარიზმი არის სულ სხვა ბუნების ის ყველაფერს მოახერხებს რომ ჩვენ იმ ძველი გზებით არ ვიაროთ ისე აგურებს და ისე დაგვაშორებს უკვე ფაქტია ხო დაგვსაგსავს ამიტომ მე ჩემთვის აი როცა ფიქრობდი რომ რომელი არის ბრძოლის ყველაზე სწორი გზა იმიტომ რომ ჩვენ ვერ სულ კამათობთ აი შევიკრიბებით ოპოზიცია ვიკამათეთ მე აქტივისტებთან შევიკრიბებით ვიკამათეთ ვიძახით შეუტიეთ მე ვიღაცა უკან მიდის შენ წინ მიდიხარ და მივხვდი რაღაც მომენტში რომ რაღაცა იმ გზით რომელსაც ესენი იმსახურებენ ესენი მართლა იმსახურებენ რომ ადგე შეხვიდე გამოატრიო იქიდან და არ ვიცი არ ცემო ოღონდ არასდროს იმიტომ რომ არ უნდა ცემო მაგრამ გამოათრიო და ძალაუფლება წაართო ამას იმსახურებენ მაგრამ რატო არ გამოდის მეც ვფიქრობ არ გამოდის იმიტომ რომ თანამედროვე ავტოკრატია მოქმედებს ტვინებზე სანამ შენ გადადგავ მოქმედების ნაბიჯს რომ აი ხლა აქ შეუტიო თუ იქ შეუტიო უკვე ტვინები გვაქვს არეული აქედან გამომდინარე მე ვიპოვე ესეთი გზა რყევა მუდმივი რყევა სისტემის რყევა რომელიც გარდაუვლად როგორც შეუძლებელი არის რომ მიწისძვრის რაღაცა ბალების მერე რაღაცა არ დაინგრეს შეუძლებელია მიწისძვრამ არ დაანგრიოს თუ არ ყევ მართლა თუ არ ყევ ამიტომ რყევა მგონი 7 ჯიუტი რყევა ეხლა რა მაჩვენებლები აქვს ამ რყევას ანუ როგორი უნდა იყოს პროტესტი პირველი არაძალადობრივი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოღონდ არაძალადობრივი არ ნიშნავს უძალო და არ ნიშნავს პეპლებს არაძალადობრივი ნიშნავს რომ მე თავს არ ვეცხვი წარმოიდგინე ეგეთ ზუსტად გეტყვით არათუ წარმოვიდგინო კონკრეტულად გეუბნები არაძალადობრივი ნიშნავს რომ მე არ მივდივარ და პოლიციელს არ ვესხმი თავს მე არ მივდივარ და არ ვცემ დინარაძეს რასაც ის იმსახურებს მე არ მივდივარ და არ ვცემ მოსამართლებს რასაც ის იმსახურებს მაგრამ როგორც კი მანდატური ჩემთან მოვა და უსამართლო მოქმედებას მომთხოვს რომ გაიწიე მე თავს დავიცავ და ნინო დათაშვილივით და მზია ამაღლობელივით მოიქცევ. აი ეს არის არაძალადობრივი, მაგრამ
ძლიერი პროტესტი. ეს არის ერთი ფორმულა. მეორე, ჩვენ გვჭირდება უწყვეტი პროტესტი და უწყვეტი პროტესტის სიმბოლო ეს არის რუსთაველი. და ამ სიმბოლოს უნდა მოვუფრთხილდეთ და რუსთაველი ყოველდღე უნდა გადაიკეტოს. მესამე, ჩვენ გვჭირდება საერთო სახალხო პროტესტი, იმიტომ რაც ახლა რუსთაველზეა, საკმარისი არის აუცილებელი მინიმუმი, მაგრამ არასაკმარისია, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება იმის განცდა კი არა, ამაში ოცნებაც გვეხმარება ცოტა, რომ ლოკალიზდით რუსთაველზე. რო აი კი ბატონო ირბინეთ ახლა იქ რუსთაველზე მეტი არსად არ იყოს, რო არ იგრძნობოდეს ქვეყანაში კრიზისი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ პროტესტის გაშლა. და ამ პროტესტის გაშლის ყველაზე დიდი საშუალება არის 4 ოქტომბრის არჩევნების დელეგიტიმაცია. ანუ ჩვენ ახლა სინამდვილეში მოვრჩეთ კამაცამ სისულელეზე, რომელსაც არ ქვია არჩევნები, დავირაზმოთ და ხულოდან დაწყებული, ლაგოდეხი დამთავრებული ის ხალხი, რომელიც არის უმრავლესობა ამ ქვეყანაში, უნდა ვთქვათ, რომ არა გენაცვალე, არ ვიღებთ ჩვენ ამას, შენ თამაშის წესებს არ ვიღებთ. არ მივდივართ ამ არჩევნებზე და მეტიც ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, ეს არის დასავლეთი და ამ ალტერნატივას წარმოადგენს ეს პროდასავლური ოპოზიცია, არ მომწონს, არ მიყვარს, ხან ხოშტარი არ მომწონს და ხან პეტრეივანი, არ ვიცი ვინ ვარ თუ ამ ოპოზიციაში დარჩენილი, ხან თინა ბოკუჩავა არ მომწონს და ხან ვიღაცა, მაგრამ ერთიანობაში ეს ხალხი გამოხატავს ჩემ აზრს. და ამ პროტესტს ჩვენ თუ მიმართავთ და მართლა გაგვაჩნია პარტიებს გაგვაჩნია ამის რესურსი და მე მზად ვარ როგორც კოალიციის ერთ-ერთი გამარჯვებული კოალიციის ლიდერი. პირველად ვიძახე, იშვიათად ვიძახე ამ სიტყვებს. გამარჯვებული კოალიციის ლიდერი როცა ვიძახი, ეს პასუხისგებლობა, ეს ტრაბახი არ არის. ტრაბახი ზუსტად არ მაინტერესებს რა და არ მიტრაბახია არასდროს მაშინ. გამარჯვებული კოალიციის ლიდერი ნიშნავს რომ მე ვარ ვალდებული რომ ვიმოქმედო და მე ვამბობ მე ვარ მზად ვიმოქმედო. მზად ვარ რომ ხულოდან ლაგოდეხამდე დავორგანიზდეთ ყველა ერთად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ნებისმიერი პარტია რავი აი ჩერგოს გადალანძღული ვყევარ მთელი ცხოვრება დავდგები ჩერგოსთან გახარია მენახე ხარ შენ და ყველასთან ნახავ ვიკა ყველასთან ნახავ ვისაც ულანძღევა არ მაინტერესებს მე-1000 ხარისხოვანი ყველა ერთად დავჯდეთ ეს პროტესტი მიმართოთ ამაზე უცხოელებს უთხრათ რომ არა ხალხო ეს ქვეყანა არის პროდასავლელების ქვეყანა ჩვენ ვართ აქ ბევრნი ავწიოთ ეს მუხტი ამ პროტესტის, რომ ეს პროტესტი იყოს საერთო სახალხო ყველგან და მე მესმის რომ ყოველდღე ვერ იქნება ყველგან. ამიტომ რუსთაველი უნდა იყოს უწყვეტობის სიმბოლო, მაგრამ უნდა იყოს მოულოდნელად სხვადასხვა წერტილებში. ელენე, მაგრამ ციხეში ყოფნა ნიშნავს თუ არა იმას, რომ შეუძლებელია დარჩა პოლიტიკურ პროცესში. ციხეში ყოფნა იმ სახით, როგორიც გააკეთეს ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, მამუკანან დაწყებული ზურანიკებით დამთავრებული და ოქროაშვილი და ყველასი. არის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ციხეში იმიტომ კი არ ჩარჯდნენ, რომ ბიძინამ გადაწყვიტა. მათ თქვეს, რომ არაფრის ფასად მე არ გავწყდები. და ეს მაგალითი ნახა როგორც უცხოეთმა, ასევე ნახე ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ ყველას ჰქონდა არჩევანი. ისევე როგორც ზეამაღლებელს აქვს არჩევანი ინოდათაშვილს და ყველას. ყველას ჰქონდა ზურას, ნიკას, მამუკას, ყველას ჰქონდა არჩევანი, ეთქვა რომ კარგი, თუ მიჭერ მაშინ აღარ ვიბრძოლებ. არა, მათ გააკეთეს არჩევანი, ბოლომდე გებრძვი. ამიტომ დღეს ისინი შეიძლება ფიზიკურად აქციაზე ვერ იდგნენ რუსთაველზე, მაგრამ რუსთაველზე ყველას ახსოვს ზურა და ახსოვს რა ემოციურად კი არ ვამბობ. ყველას ესმის, რომ ზურამ იბრძოლა და მეც უნდა ვიბრძოლო. ეს არის პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში აღარ გადის ინსტიტუტებზე, აღარ არის ეგ ინსტიტუტები. პოლიტიკური პროცესი არის წიგნში რომ წაიკითხო, პარლამენტში რომ გამოდიხარ სიტყვით. მაგრამ აი რომანტიზებას ხო არ ახდენთ პატიმრობის და მე ხშირად ეხლა აუცილებლად უნდა გკითხო, შენ ხშირად ამბობ რომ შურს ვიღაცას უთხარი თუ არ ვწდები აღარ მახსოვს ვაშაძე გიორგის უთხარი შურს შენი რომ მიდიხარ ციხეშიო არა ეს ხუმრობა იყო რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ხშირად მომისმენია შენგან რომ არ გეშინია ამის რომ რაც კარგია ბუნებრივია მაგრამ გინდა რომ დაგაყავო ციხეში არავითარ შემთხვევაში ციხეში ჩაჯდომა კი არ არის კარგი მაგრამ იმ განცდის შექმნა ქვეყანაში რომ ხალხო ნუ გეშინიათ ციხით როგორ უნდა დამაშინო ციხით როგორ უნდა შემაშინო ვიღაცა პატარა ივანიშვილმა აი ეს განაცხადი არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნერვიულობს ციხეზე და გასაგებია ძალიან ბევრი ადამიანი ნერვიულობს რომ მათ ანუ რომ აი რაღა მომერევა ის და სინამდვილეში ეს განცდა რომ ვერ შემაშინეთ რომ საფრთხე რომელსაც ჩემ ქვეყანას უქმნი არის ბევრად უფრო დიდი ვიდრე მე ციხეში ვიჯდები თუ არ ვიჯდები და ამ განაცხადის გაკეთება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ეხლა მე რო პოსტებს წერდი და ცუდ სიტყვებს რო ვიძახდი მართლა ვინმეს ალბათ გონია მაგრამ გონიათ რომ მე ცუდი სიტყვების თქმამ სიამოვნებს
ეს იყო განაცხადი. ეს არის განაცხადი, რომ შენი დაწერილი კანონებით არ ცხოვრობ. ეს არის განაცხადი, რომ შენი სიხის შიშით არ ცხოვრობ და ეს განაცხადი გააკეთეს ჩვენმა ლიდერებმა. ეს განაცხადი გააკეთეს და ეს განაცხადი არის ბრძოლა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ლიმიტირებულია ციხეში დრო და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დასრულდება, მაგრამ იქნება მაგალითი, რომ ბრძოლას აქვს. მაგრამ გარეთ რო ყოფილიყვნენ უფრო არ წარდგებოდნენ პოლიტიკურ პროცესს. არა, განაწილებული გვაქვს. შეეძლოთ, რომ არ ვიცი, ალბათ მაყურებლის ნაწილს გაუჩნდება ეს კითხვა, შეეძლოთ გადაეხადათ ჯარიმა ხო გადაიხადა. იმაზე ვაშაძემ ხო გადაიხადა. გირაო ხო გადაიხადა. მისულიყო კომისიაზე და ისე გაეკეთებინა, რომ თავი არ დაეჭირა. კომისიაზე როგორც კაცები იტყოდნენ, თავი დააჭერინაო, ხო? ხო და ნახეთ მაგაშია საქმე. სინამდვილეში სისტემა ჩვენ ხო აი ოქროაშვილს ეს ხა ამოუქეკეს მეზობელს ეჩხუბაო 2 წლის წინ. ანუ სრული აბსურდი. მე ჩემ საპირისპირო მაგალითს გეტყვით. რამდენჯერ ვარ დაჭერილი, აღარ მახსოვს, არც ერთ ჩემ სასამართლო ყველანაირი კანონი დარღვეული მაქვს. ვერაფერიც ვერ ქნეს. თუ მათ გადაწყვიტეს, რითიც უნდა დაგიჭერენ, თუ არ გადაწყვიტეს, არ დაგიჭერენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ აუ გირაო მითხეს, მოდი მაშინ გადავიხდი. აუ კომისიაზე, მოდი მაშინ წავალ. არა, შენ რაც სწორია იმას რომ გააკეთებ, მაინც შეიძლება ციხეში აღმოჩნდე, მაგრამ ციხეში აღმოჩნდები ძლიერი და მართალი. და როცა შენ გაქცეული კომისიაზე გზაში რომ კაი მოვდივარ და დამელაპარაკე და ამ გზაში რომ დაგიჭერენ, იქნები პლუს მხდალი და ხალხში სირცხვილის და უიმედობის განცდას გააღვიო. და ესე არ მოიქცა არც ერთი ოპოზიციონერი. გაქვს კონტაქტი დაკავებულ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან? ყველასთან. ეხა რეკავენ თუ არა, ნიკას ველაპარაკე ეხა ძალიან გამიხარდა გვარამიას, აქ გადაჩემცემაში მოსვლამდე, დარეკვით მხოლოდ ნიკას ველაპარაკე, წერილებით მაქვს ყოველდღიური კონტაქტი. ჯერ არ ამიწყვია კონტაქტი და ამასაც ვაწყობ ბადრი მამუკასთან და გიორგისთან, ვიცი მათი საკნის ნომრები. ძალიან პრაგმატულად, საქმიანად ვუყურებ, რომ ყოველდღიური კონტაქტი მექნება, მათ მივაწვდი ყველანაირ ინფორმაციას, ყველა ჩემ გადაწყვეტილებაზე, ყველა ჩემ მოქმედებაზე, გაუზიარებ ყველანაირ გეგმას, კონტაქტი სულ გვექნება, ოღონდ მეორეა რომ პასუხისმგებლობა მათ აღარ უნდა ავკიდოთ. მათ თავისი ეს ბრძოლის ნაწილი აიღეს, ეხლა გარეთ ვინც ვართ პასუხისმგებლობა მოქმედებებზე ჩვენ უნდა ავიღოთ, მაგრამ მათ ყველაფერს მივაწვდით, ვეტყვით, მათ გვერდში ვიქნებით, გუნდები, კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა გუნდი ახლების, გირჩის, ლელოსი, ყველა არის აბსოლუტურად მობილიზებული. არც ერთი არ გატყდა იმითი, რომ თქვა ლიდერები დაიჭირა. პირიქით, ორმაგად უფრო მონდომებულებიან რომ იმუშაონ და შეიკრენ. ამიტომ ეს დაჭერა გიზავს იმას, რასაც შენ დაუშვებ რომ გიქნას და შენ თუ არ დაუშვებ რომ გაგტეხოს, ვერაფერს ვერ გიზავს. ბევრისგან გამიგია, რომ ელენე ხოშტარი არის ადამიანი, ვისი იმედიც უნდა გქონდეს. ძალიან გულწრფელად რაც მომისმენია და გამიგია, რასაც ვკითხულობ ხოლმე Facebook-ზე, ვისაც დახმარებისთვის მაგალითად მიმართავდნენ, ვინც არის გულწრფელი, აი რა აძლევს, რა გაძლევს, როგორ ფიქრობ, რატო წერენ შენზე ამას? კატასტროფულად არასწორი მგონია ეხლა ლაპარაკი იმაზე, ჩემზე ხალხი რას ფიქრობს. მაგრამ იცი რა არის? არა, ივით არ ვიპრანჭები, ანუ ამის დრო არ არის. მე აი როდესაც წავალ პოლიტიკიდან რაღაცა ეს გადაგორდება, მე რამდენიც გინდა ვილაპარაკოთ. აი, რაღაცებიც გითხრა, ეგ უფრო გირჩევნია. მართლა. მაგალითად გამიგია, რომ პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია თუ აქტივისტი ელენე ხოშტარია და ის არის მაინც უფრო აქტივისტი ვიდრე პოლიტიკოსი. ეს ხელს გიშლის, როგორ ფიქრობ შენ, ხელს გიშლის როგორც პოლიტიკოსი? მე მირჩევნია, რომ ხალხმა იცოდეს ის რაც ვარ, შესაბამისად იცოდეს, რომ აქტივისტიც ვარ, პოლიტიკოსიც ვარ, დედაც ვარ, რა ვიცი, ლექციების წაკითხვაც მიყვარს და ბევრი სხვა წეკვაც მიყვარს და კიდევ ბევრი სხვა რამე, მაგრამ სამწუხაროდ როცა ხარ პოლიტიკაში უნდა გესმოდეს, რომ ამ თანამედროვე სამყაროში ყველა ვერ მიგიღებს ისეთი, როგორიც ხარ. ამიტომ მე როცა ჩავთვალე საჭიროდ, რომ დიახ, ნაგვის მანქანაზე ახტომა არის სიმართლე და სწორი და ეს შეიძლება ცუდად გამოიყურებოდეს და შენ ბევრად ჯობია, რომ ტეჩერივით გაწკეპილი იდგე და ბრიფინგებს ატარებდე, მაგრამ როცა ჩავთვლი საჭიროდ, რომ ნაგვის მანქანაზე ახტომა უფრო საჭირო არის, ავხტები ძალიან ბევრჯერ და როცა იქნება იმის საშუალება, რომ
სიტყვით გამოვიდე არ ვიცი მე ამერიკის სენატში მაშინ ვეცდები რომ ამ ხარითაც ვანახო ჩემი თავის თუმცა ახლა ტოვებს თავაჭრელებას რომ თითქოს ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ დაგაკავონ. ცუდია ეგანც და თუ არის, იმიტომ რომ სინამდვილეში არანაირი ჩემი ამოცანა დაკავება არ არის, რატომ? იმიტომ რომ კომფორტი ზონაა. ეხლა მე რომ მინდოდეს რომ დამაკავო, ნიშნავს რომ კომფორტი ზონაა. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი არის ბრძოლის. თუ ეს ბრძოლა გადის იმაზე რომ შეიძლება მომიწიოს დაკავება, ამისთვის ვარ აბსოლუტურად მზად. და ისე რა მირჩევნია ბევრად გარეთ ვიყო და ბევრი კარგი აქცია ჩავატარო და ჩემ პარტნიორებს და ვინც დარჩენილია ლიდერების გარეშე იმათთან ერთად ვიმუშაო, ეგ ბევრად მირჩევნია. რა თქმა უნდა, მაგრამ იმის შიშით რომ დამაკავებენ, მაგ ვერ გავჩერდები. და შენ როგორც დედა მინდა გკითხო 4 შვილის დედა ხარ, არ გიფიქრია რომ შენი პოლიტიკური აქტიურობა, მთელი ეს პროცესი, შენი დაკავება, როგორი იქნება შენი ოჯახისთვის, შენი შვილებისთვის? როგორ არ მიფიქრია, მაგრამ მეც როცა ვიყავი 9 წლის, 8 წლის მამაჩემს აკავებდნენ და მე ვამაყობდი მამაჩემით. ამიტომ ჩემი აზრით რა ვიცი, ახლა როცა მე მეჩვენია რომ დღეს ვეიცოდენ ჩემმა შვილებმა რომ პრობლემურ ქვეყანაში ცხოვრობენ, ვიდრე ილუზია შევუქმნა რომ უსაფრთხოდ არიან და მე რომ გაიზრდებიან და 20 წლის გახდებიან, უღირსად მოიქცენ ისე როგორც იქცევა მაგალითად ძარკუა. ამიტომ ბევრად მეჩვენია რომ სიმართლე იცოდენ, ველაპარაკები კი რა თქმა უნდა. ელაპარაკები ხოლმე შესაძლო სცენარებზე. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ველაპარაკები, სხვა შორის რუსებმა რომ უნდა წააგონ, ძალიან კარგად იციან ყველაზე უმცროსებმაც კი. ემოციურად, ადამიანურად როგორ უმკლავდები ამ ყველაფერს? ემოციურად არ არის რა თქმა უნდა მარტივი, ოღონდ ეს არ დაწყებულა 26 ოქტომბერს ჩემთვის, დაახლოებით გავრილოვის ღამის შემდეგ მე ამ რეჟიმში ვცხოვრობ. 26 ოქტომბერი არ ყოფილა ჩემთვის ესეთი გარდამტეხი დღე. დაახლოებით ხდებოდი რა ტიპის რეჟიმში ვარ, ამიტომ ემოციურად ამისთვის ათვიყავი და კი, ერთი მყავს მაგალითად ფსიქოლოგი, რომელსაც დავდივარ. მე მყავს რაღაცა საშუალებები, რომ ემოციურად შენი თავი გაიმყარო ამ ბრძოლაში არის ძალიან ნიშნულოვანი და ყველას მინდა უთხრა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ამაზე ტელევიზორში არ ლაპარაკობენ, გადაცემებში არ ლაპარაკობენ, მაგრამ ყველა ადამიანს დღეს ემოციურად უჭერს. შეუძლებელია არ გიჭერდეს, ეს არ არის სისუსტე, ეს არ არის სირცხვილი, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რადგან ვართ ესეთ მარათონში ბრძოლის. ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ ემოციურად გავძლოთ, იმიტომ რომ ემოციურ გაძლებაზე გადის მათ შორის ეს ბრძოლა და ვისაც ვის რა საშუალება აქვს, აუცილებლად საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სიმშვიდეზე და სიმყარეზე ყველამ უნდა იზრუნოს. ხათაშორის, იმიტომ არ ლაპარაკობენ, მე ჩემ შემთხვევაში იმიტომ არ ვლაპარაკობ, რამდენად მიჭირს ემოციურად. ეს შეიძლება იყოს პროპაგანდისტვის ძალიან კარგი რილსი, იმიტომ რომ 1-2 როდესაც ოდნავ გამოვამჟღავნე, რომ ემოციურად რთულია იმის ყურება, რაც ახლა ხდება, რომ ვარ ფრუსტრირებული, რომ ვარ გულგატეხილი, ჩემი აი ეს ნაწილი ციტატის მოხდა პროპაგანდისტულ მედიაზე. აი ესეც არის მე მგონი მიზეზი, რომ რაღაცებს ჩვენ არ ვამბობთ, არ ვაჩვენებთ. რა თქმა უნდა, მართალიც ხარ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ პროპაგანდა მარცხდება მაშინ, როდესაც მისი არსებობა შენ მოქმედებებს საერთოდ არ განსაზღვრავს. მაგრამ მათ ხომ მაყურებელი ყავცელენ. ერთჯერადაც შეიძლება მოგიგოს, საბოლოო ჯამში მაინც ვერ მოგიგებს, იმიტომ რომ შენ ხარ დამარცხებული თუ პროპაგანდა გმართავს. ბევრად უფრო დიდი მარცხია, როცა პროპაგანდა გმართავს, ვიდრე ის, რომ ერთხელ შეიძლება წამოგიკიდოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლის და გულწრფელი გულწრფელი საზღვრები აქვს და ფორმები აქვს ყველაფერს, მაგრამ სიმართლის თქმა, რომც მომგებიანი არ იყოს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის მათ შორის პრაგმატულად, ვიდრე მცდელობა რომ პროპაგანდას გაარტყა, იმიტომ რომ შენ არც არის პროპაგანდა საიდან შემოგიტევს. ფიქრობ თუ არა რომ ყველაზე დიდი ზიანი საქართველოს დემოკრატიას მიაყენა პროპაგანდამ და სამთავრობო მედიამ. აი სად დგას მათი დანაშაულის წილი? მეტიც, ჩემი აზრით, დღეს პროპაგანდა არის 9 აპრილის რუსული ტანკის მასშტაბის დამნაშავე. აი როგორც 9 აპრილის რუსული ტანკი ხო არის ჩვენთვის და ნიჩაბი სიმბოლო ბოროტების. ზუსტად ასეთივე სიმბოლო არის დღეს პროპაგანდა. ისინი შეიძლება ხვდებიან, შეიძლება არ მე არ მომფრო ყველა ხვდება ამას, მაგრამ ზუსტად ესენი არიან, იმიტომ რომ თანამედროვე ავტოკრატია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღარ გჭირდება შენ ვინმე დაასისხლიანო, ზოგჯერ უნდა დაასისხლიანო, მაგრამ შეგიძლია არც დაასისხლიანო, მოატყუო, ტვინი აუბნიო და იმით წაართვა ღირსება, ადამიანობა, თავისუფლება და ასე შემდეგ. დღეს ჩემი აზრით და მე სხვა შორის ვფიქრობ, რომ საქართველოს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითი მსოფლიოსთვის აი ამ თანამედროვე ავტოკრატიულ სისტემებთან გამკლავების. აი ჩვენ რომ მოვიგებთ ამ ბრძოლას,
დარწმუნებული ვარ, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენ მე ბევრ ქვეყანას ვასწავლით, თუ როგორ არ უნდა გატყდა ასეთ ბრძოლაში და რა მეთოდებით უნდა იბრძოლო. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ბოროტების ძალების მსოფლიოში, როგორც იყო საბჭოთა კავშირი, დღეს რუსეთია, ირანი და სხვა, მათი ახალი მზაკრული ფორმა ადამიანების ჩაგვრის, გაუბედურების და ჩვენზე გამოცადეს. თუ ერთ დღეს უკან დაბრუნების შანსი გექნებოდა, რომელი დღე იქნებოდა და რატომ? რთული კითხვა? ბევრი ერთად გაგახსენდა, რამე თუ საერთოდ არ გაგახსენდა? ბევრი ერთად გამახსენდა. ერთ დღეს უკან დაბრუნდა, ხო? გამახსენდა 9 აპრილს, 10 აპრილს უბრალოდ რუსი ჯარისკაცები პატარა ვიყავი და რუსი ჯარისკაცები იდნენ მრგვალბახთან და მივედი რომ შემეფურთხებინა და შემეშინდა სახეში შეფურთხება და ფეხებთან დაუფურთხე და ხა სახეში შევაფურთხებ. რა თვისება გაქვთ, რომელიც განსაკუთრებით გადგება როგორც პოლიტიკოს? გონია რომ კრიტიკის ატანაშემილი ადვილად და კაი საჭიროა. არ ბრასტები? არა, მართლა გულით არ ბრასტები. და აფექტური ხარ? გონიათ, მაგრამ არა. და ბოღმა? მე მგონია რა ვინ იტყვის ბოღმა ვარო, მაგრამ მგონია რომ არა. რის გაკეთებას უგრძალებთ ხოლმე საკუთარ თავს? ვერ ვიტყვი. ოკეი. ვისთან დაჯდებოდი სამზარეულოს მაგიდასთან ღვინის ჭიქით და ისაუბრებდი მთელი ღამე? ბობ დილანთან. ბახ. როდის გრძნობ თავს აბსოლუტურად თავისუფლად? შეყვარებულთან. ხშირად გაქვს ხოლმე თავისუფლების შეგრძნება? სულ. ჩვენს დროში ეს მაგარი რამეა. როგორ გინდა რომ დაგიმახსოვრონ? არანაირ ფეხებზე მგიდია. არ გიფიქრია ამაზე? სასაცილო მგონია. ადამიანები ვინც ფიქრობენ მე როგორ აღარ იქნები და რა აზრია. არ მიჯერა რომ პოლიტიკოს არ უნდა რომ რაღაცა კვალი დატოვოს პოლიტიკაში, აბა რატო ხარ ამ პროცესში? შენ როგორ გიყურებენ ეგ ფეხებზე უნდა გეკიდოს და კვალი შეიძლება ისეთ დატოვო რომ კაცშულმა არ იცოდეს რა დატოვო. ხო, მაგრამ პოლიტიკოსისთვის არ არის მნიშვნელოვანი ღელავდეს ხალხი როგორ აღიქვამს მას, ელექტორალურადაც მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ შეძლო რაღაც შეცვალო. გულწრფელი ხარ. პოლიტიკოსთვის მნიშვნელოვანია რომ კონდეს ხალხის მხარდაჭერა რომ რაღაცები შეცვალოს, მაგრამ შენ თავარია შეცვალო და არა მხარდაჭერა გქონდეს. სრულებისთვის უნდა გქონდეს ეს მხარდაჭერა. ხო, იმპულსური და ხმამაღალი ელენე ხოშტარია უნახავთ ადამიანებს? კი როგორ. მეც მინახავს პრინციპში. გუშინ შენს დაკავებას ველოდებოდით და შემოიფარგდნენ ჯარიმით. რატომ როგორ ფიქრობ? წარმოდგენა არა, მაგრამ ვერაფერ ვერ ამოხსენი, რატო ამდენი ხანი არ მიჭერდა. მე ძალიან დიდ პატივს გცემ. მე ვიცი რომ არ გიყვარს. იმისა რომ არ მოვდივარ ხოლმე ყველა გადაცემაში. არ მოდიხარ ყველა გადაცემაში და სხვაგან მიდიხარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გულწრფელად გცემ ძალიან დიდ პატივს და იმიტომ გცემ პატივს, რომ შეხარ რაღაცნაირად მართალი ადამიანი. არ იტყუები ხოლმე, აი ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენი სიმართლე არ იყოს ხოლმე მომგებიანი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი და იმედია, რომ ოპოზიციური პარტია ეს არის ჩემი სურვილი, შეძლებს გაერთიანებას. უფრო ბევრ ადამიანს ვნახავ ქუჩაში, სხვადასხვა აქცია არის 29-ში დაანონსებული და გამიხარდა დიდი აქცია და იმედია, რომ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში და გავიხსენებთ ამ ბრძოლას და მოვუყვებით ჩვენს შვილებს და ვიამაყებთ. მადლობა. მადლობა. ასეთი იყო ჩვენი გადაცემა, ჩვენი სტუმარი იყო ელენე ხოშტარია, მე გემშვიდობებით შემდეგ კვირამდე.